სამსახური გუბა სანიკიძის დაცვის წევრები, რომლებიც ქუთაისში ბალახვანში კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ საინფორმაციო სააგენტო მედია ჯგუფის ჟურნალისტს და ოპერატორს, რის შედეგადაც სააგენტოს ოპერატორს ზაზა ქობალიას გულის შეტევა დაემართა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. სააგენტო ჟურნალისტის ბაჩო გვენეტაძის განცხადებით მსგავსი შემთხვევა პირველად არ ხდება და კოალიციის ლიდერები სააგენტო ჟურნალისტებზე მუდმივად ახორციელებენ ზეწოლას. ჟურნალისტი მედიის წარმომადგენლებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კოალიციის ყველა ოფისთან სოლიდარობის აქციის გამართვას გეგმავს. ჩვენ მედია ჯგუფი ვიყავით, ჩვეულებრივ გასული ვიყავით სიუჟეტით და ინტერვიუები ქონდათ გუბაზიან. შეხვედრის თავიდანვე იყვნენ ძალიან აგრესიულები ჩვენს მიმართ. ეს თაფლოვებები და რომ მორჩა შეხვედრა და რომ მინდოდა ინტერვიუს აღება, ასე ვთქვათ, დაგვიწყეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ეცახლებს გვიტყამდნენ, რა ვიცი, აი ესე რომ ჩვენ ვერ ხარდებით ისე. და აი ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის დროს წავიქეცი კონკრეტის არეში მოხდა ან მუშტი ან იდაბს და გამახსოვს. პაციენტი შემოვიდა დღესდღეობით 7 საათზე საშუალო სიმძიმით, შემოვიდა ჩივილებით, გულის არეში ტკივილებით, თავბრუსხვევით, თავის ტკივილებით. მოთავსებულია კარდიოლოგიურ განყოფილებაში, ამჟამად არის მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროებს დაკვირვებას. ძალიან აგრესიულები არიან. ან მისვლისთანავე კითხვა არ აქვს დასმული. გადმოდიან შეურაცხყოფელ სიტყვებზე და ქმედებებზე აბსოლუტურად. ქართული ოცნების ლიდერების დაცვის წევრები და ქართული ოცნების აქტივი. ეს ხდება ყველგან, სადაც მივდივართ. მოუწოდებ და ვთხოვთ ქართული ოცნების ლიდერებს, კონკრეტულად ქონდა ამ ბოლოს შემთხვევა ბატონ კახიკალაძესთან და ბატონ გუბა სანიკიძესთან, რომ თავისი დაცვის წევრებისთვის და აქტივისტებისთვის ეთხოვა და ეთქვა, რომ მედიისთვის, თავისუფალი მედია ჯგუფისთვის, როგორიც ავართ ჩვენ, არ შეიძლება ხელი შეშლა და ესეთი